ძალიან საყვარელი ბავშვი ვიყავი ყოველთვის. იმედი ეხაც ვარ, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იყო რაღაცები, რაც არ მომწონდა ამ ირაკლისში. ძალიან ბევრი რაღაცის მეშინოდა, არ რისკავდი არასდროს, არაფერს ეს საშიშს არ ვაკეთებდი. სულ ესე თითით საჩვენებელი, ძალიან კაი მოსწავლე და შვილი ვიყავი. და ამ ყველაფერს პარალელურად, როგორც ხარ, ბევრი რაღაცის მეშინოდა. ძალიან მეშინოდა სიმაღლის, ძალიან მეშინოდა სიბნელის. ყველაზე მეტად გოგოების მეშინოდა. ძალიან მეშინოდა ჩემი ბავშვობის ბევრი სიყვარულისთვის იმის თქმა რომ მომწონს. ძალიან მეშინოდა გამოლაპარაკებოდი გოგოს, რომელიც გვერდით მაგიდას დანიშდა და თელი საღამო მიღიმოდა თან. ძალიან მეშინოდა მეკოცნა იმ გოგოსთვის, რომელიც ჩემ გვერდით იდგა, ჩემ წინ იდგა, ელოდებოდა როდის გადავდგამ პირველ ნაბიჯს და მე ესე შიშისგან პარალიზებული ვიდექი და ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და ველოდებოდი მოულოდნელ იდეალურ მომენტს, რომელიც ხალხი არასდროს არ დგებოდა. გოგოების შიში ჩემთვის გახდა რაღაცნაირად ცხოვრების შიშის მეტაფორა. ძალიან მეშინოდა ახალ გამოწვევებში თავით გადაშვების, მეშინოდა გარისკვის, მეშინოდა პირველი ნაბიჯის გადადგმის რეალურად, მეშინოდა ცხოვრების. ჩემი ცხოვრების 19 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი, სანამ ესე ერთ დღეს მივხვდი, რომ თურმე ცას გამოკერებული არ ვარ, ერთ დღესაც ეს ყველაფერი დასრულდება. და თუ ასე გავაგრძელებ ცხოვრებას, ამ გზის ბოლოს, სიკვდილის მომენტში უკან მოვიხედავ და მივხვდები, რომ ამ შიშების და ეჭვების გამო რეალურად არც არასდროს არ მიცხოვრია და ვერც რაღაც ღირსშესანიშნავს და განსაკუთრებულს ვერაფერს დავინახავ. ნუ ეს აზრი იმაზე გაცლებით უფრო საშიში გამოდგა, ვიდრე იგივე შენი კლიდან გადმოხტომა და იგივე სიმნელი და გოგოებიც კი. და გადავწყვიტე, რომ რაღაცა შემეცვალა. გადავდი გაწურვაზე, როგორც მე ამას ვეძახი ხოლმე. გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი ძალიან ბევრ თავგადასავალზე, გადავწყვიტე, რომ შემექმნა ემოციები, მომენტები, რომ სიცოცხლის ბოლოს ეს რაღაცა სინანულის შეგრძნებით კი აღარ მომეხედა, ესა უკან მომეხედა და მეთქვა, რომ რაღაცა ისეთი ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანის ღიმილით შემეხედა ამ ყველაფრისთვის, ამ განვლილი დროისთვის. ნუ ცხადია რაღაცა თითის ერთი დაწყაპუნებით არ მომხდარა ეს ყველაფერი, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით, რაღაცა ჩემს თავთან და ჩემს შიშებთან პატარ-პატარა გამარჯვებებით, მივედი იქამდე, რომ ახლა უკვე იმაზე გაცლებით მეტს ვრისკავდი, ვიდრე რამდენიმე წლით ადრე. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ტრანსფორმაცია მეგობრებო. ნუ ამბავი არის ის, რომ აღარ მივდევდი ცხოვრების დინებას რაღაც ესე პასიურად. როგორც ჩვენ თაობაში ამბობენ ხოლმე, NPC და side character-ი აღარ ვიყავი და რაღაცნაირად ჩემი ცხოვრების საკუთარი თამაშის ესეთ main character-ი, მთავარი გმირი გავხდი. აქამდე ყოველთვის ამ პერიოდში უბრალოდ მაინტერესებდა ველო მოგზაურობა. და ეს ველოსიპედით მოგზაურები კოსმონავტები მეგონან ყოველთვის რა. და ჩემთვის წარმომედგინა, რომ რაღაცა მიუწვდომელი და ძალიან შორეული იყო ეს რაღაც და ერთ დღესაც ვთქვი, რომ რავი, რატომაც არა რა, მოდი მეც მოვიკიდე ბარგს ჩემს ველოსიპედზე და წავალ სამოგზაუროდ. ესე მოვიქეცი აქ და 16 დღის განმავლობაში წავედი ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე სამოგზაუროდ. ეს არის ფოტოები, რომლებსაც ვუგზავნიდი დედაჩემს დილაობით, ჯერ არავის არ შეუჭამივარ და ნუ 16 ღამის განმავლობაში მეძინა კარავში. ეს არის პირველი ღამის შემდეგ გადაღებული ფოტო და აქ როგორც ხედავთ, დავამარცხე სიბნელის შიში. 16 დღის განმავლობაში მეძინა კარავში, მეძინა ცოტა ისეთი გაზვიადებული ნათქვამია, იმიტომ რომ საღამობით რაღაცა ხმაური იყო ხოლმე ყოველთვის და მე ესე ჩემი პურის დანით მომარჯვებული ვათენებდი. თან ახლა რავი, ტოლკინის სამშობლოში ხარ ხო? იქ რაღაცა ტროლები, ორკები, რაღაცები. და დავამარცხე კლდიდან გადმოხტომის და სიმაღლის შიშიც. ეხლა რო გითხრათ, რომ აი სლამაზი წვერი რო ჩანს, თვათ მაქედან გადმოხტი, ძალიან დიდი ტყუილი იქნება, მაგრამ დაბლა პატარა 3 მეტრიანი კლდა იყო და იქიდან გადავეშვი ჩემთვის წყალში. ნუ ამ გამოცდილებით სიბნელის და სიმაღლის შიში დავამარცხე, გოგოების ჯერ კიდევ ისე მეშინია მეგობრებო, მაგრამ ცხოვრების აღარ მეშინია გარისკვის, აღარ მეშინია თავგადასავლებზე წასვლის, აღარ მეშინია შიშის. და ეს ჩავწე ლენზენდამდე, სხვათა შორის ლენზენდი არის ულამაზესი ადგილი, სამყაროს დასალიერი და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ რავი, გამხდარიყავ ველო მოგზაური, რატომაც არა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვიმოგზავრე ძალიან ბევრ ქვეყანაში, ვიყავი ალპებში, დოლომიტებში, ვიმოგზავრე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ევროპის რაღაც უმაღლესი უღელტეხილები გადავიარე, ხიდან მოწყვეტილი ბანანი და პაპაია ვჭამე, ანუ სრული სიგიჟე იყო და გავალე ალპების თოვლი, ეს თოვლი ავადუღე, ამ თოვლით ჩაი გავაკეთე და ყველაზე გემრიელი ჩაი დავლია დედამიწის ზურგზე. მაგრამ ეს თავგადასავლები არ ყოფილა ეს თავგადასავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა არასდროს ეს ულამაზესი ხედები და ის უგემრიელესი კერძები, რომლებსაც ვაგემოვნებდი ამ პერიოდში.
თავარი ყოველთვის იყო ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი და ის კულტურები და ტრადიციები, რომლებსაც ვეზიარებოდი ხოლმე. აი მაგალითად ეს ირანელი ოჯახი, რომლებმაც თოლში გზააბნეული შემიფარეს და გემრიელი ჩაითა და ცხელი სუპით გამიმასპინძლნენ. ან ეს ტიროლელი ბებო ბაბუა, რომლებმაც გზის გვერდით დაუბედურებული და დაღლილი მიპოვეს, თავისთან შემიფარეს, სითბო სიყვარული გამიზიარეს და თავიანთივე გამოხდილი გირჩის შნაფსითაც გამიმასპინძლნენ. მეტ ბრაუნი ფიზიკოსი მეგობრებო, ადამიანი რომელიც თავისუფალ დროს კაიაკით დაცურავს, პარაპლანით დაფრენავს და თან შამანობას აწვება ყველაფერთან ერთად. Kingsley Jolansi, ჩემი სამხრეთ აფრიკელი ძმა, ან უკვე საქართველოში ვიზიტის შემდეგ Kingsley Jolansadze, რომელსაც ძალიან შეუყვარდა საქართველო, ალბათ მიხვდით. ასევე ჩემი მეგობარი, უფროსი მეგობარი რიჩარდ პიკოკი. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით მეგონა უბრალოდ მოსაწყენი მათემატიკის მასწავლებელი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა უგამოცდილესი ველო მოგზაური, რომელიც შემდგომში ჩემი ველო პარტნიორი გახდებოდა ბევრ თავგადასავალშიც. ეს გამოცდილებები, ამ გამოცდილებებში უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ჩემი წარმოდგენები სამყაროზე რაღაცა ახალს ვსწავლობდი ხოლმე ყოველთვის ამ ადამიანებისგან. აი ერთი ესეთი მომენტი მახსენდება მაგალითად, რომ ავსტრიაში მასპინძელი გავანაწყენე, იმიტომ რომ მის მიერ მოწოდებული გრაპა არ დავლია. გრაპა არის ჭაჭას ნათესავი სასმელი, ძალიან ძლიერი ალკოჰოლური სასმელი. და ნუ რავი ხა არ მაქვს გრაპას თავი რა, უღელტეხილები მაქვს გადასავლელი და ჩემთვის გონია რომ ძალიან ქართული ამბავია მხოლოდ ის რომ მასპინძელი განაწყენებული დარჩეს ტურისტზე, როდესაც ის მის მიერ მოწოდებულ ჭაჭას არ დალევს. მაგრამ აქ აღმოჩნდა რომ თურმე იგივე წესები რაც ჩვენთან კავკასიონზე მოქმედებს, აქ გაგანია ალპებშიც ზუსტად იგივე სტუმარმასპინძლობის წესები მოქმედებს. და ამ ყველაფერმა დამოფიქრა იმაზე რომ რეალურად ადამიანები იმაზე გაცილებით უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან და სამყარო იმაზე გაცილებით უფრო პატარა არის, ვიდრე ამას რაღაცა რელიგია, პოლიტიკა და მედია ჩაგვიზახებს ხოლმე. და ეს აზრი გამიმპისდა მაშინ, სწორედ როდესაც გავიცანი მუჰამედი. მუჰამედი არის ახალგაზრდა ერაყელი ინჟინერი, რომელსაც სტამბულში გადავიყარა შემთხვევით. 3 დღის განმავლობაში დავხეტიალობდით სტამბულის ქუჩებში მე და მუჰამედი, ძალიან ბევრი დონერ, ქებაბი ვჭამეთ, რა თქმა უნდა, აირანი დავლიათ, ჩილი მიმოწიეთ და ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრის ვისაუბრეთ. და ყველაზე საინტერესო ამბავში და ესეთ გასაკვირი იყო ის, რომ ჩემი და ამ ერაყელი ახალგაზრდას მსოფლ მხედველობა თითქმის იდენტური იყო. ჩვენი წარმოდგენები რაღაცა ძირეულ ადამიანურ ღირებულებებზე, იგივე სიკეთესა და ბოროტებაზე. ერთნაირი იყო მიუხედავად იმისა, რომ მე რაღაცა სამყაროს ერთი ნაწილიდან ვიყავი, მუჰამედი კი საერთოდ მეორედან. ადამიანებთან ერთად გადავიყრებოდი ხოლმე ძალიან ბევრ ცხოველსაც გზაზე და ამ ცხოველებთან, ადამიანებთან, სამყაროსთან კომუნიკაციით ხვდებოდი იმას, რომ მე თვითონაც რაღაცა უფრო დიდის ნაწილი ვარ და იმასაც ხვდებოდი, რომ უბრალოდ რაღაც პატარა ნაწილი კი არ ვარ, მეც მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ ამ ყველაფრის და რაღაცა როლი მაქვს მეც ამ საინტერესო ამბავში. ეს თავგადასავლები, რაზეც ახლა გესაუბრეთ, არის მხოლოდ რეალურად ძალიან პატარა ნაწილი იმისი, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადამხდა თავს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს თავგადასავლები მიცვლიან დროის შეგრძნებას. როცა უკან ვიხედები, სინანულის გრძნობით აღარ ვიხედები რეალურად. უკან ვიხედები და ხედავ ამ კეთილ სახეებს, ამ ლამაზ ადგილებს, გემრიელ კერძებს. ზოგჯერ ის ცუდი გრაპას გემოც გამიელოებს ხოლმე პირში, მაგრამ არა უშავს და ახლა ამ მომენტში ვდგავარ ყველაზე დიდი თავგადასავლის წინაშე. მე და ჩემი ის მოსაწყენი მათემატიკის მეგობარი რიჩარდ პიკოკი მივდივართ ველოსიპედით სამოგზაუროდ მსოფლიოს გარშემო. ძალიან მეშინია. მადლობა. ძალიან მეშინია ამ ამბის, ოღონდ მარტო მე არ მეშინია, დედა ჩემსაც ეშინია, ჩემს მეგობრებსაც ეშინია და ყველას ძალიან გვეშინია. მაგრამ ერთი რასაც მივხვდი ამ რაღაცა თავგადასავლების და ჩემი ტრანსფორმაციის გზაზე, არის ის, რომ შიში არ არის ყოველთვის რაღაცა ცუდის ინდიკატორი. შიშის მეორე მხარეს ძალიან ხშირად ისეთი ამბები და ისეთი თავგადასავლები მეოლდება ხოლმე, რომ აი უკან რომ მოვიხედავ, ვიტყვი, რომ ესე უბრალოდ კი არ მიცოცხლია და მიარსებია. არამედ ვიცხოვრე. და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ კი ამ საკუთარ თავთან და საკუთარ შიშებთან ბრძოლის გზით გავაგზავნებ სიარულს, აი ეს ჩემი რაღაცა სინანულის შიში უბრალოდ არ გამართლდება
და ესე ბოლოს ღიმილიანი სახით მოვიხედავ და ვიტყვი, რომ ბოლომდე ვიცხოვრე და ბოლომდე გავწურე. მადლობა.